მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო სალუქაძე ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაარსების 11 წლის იუბილეს აღნიშნავს საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში სუსის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს. პირობები განათლების მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა. გივი მიქანაძემ დეზინფორმაციული უწოდა ინფორმაციას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება. მინისტრმა განმარტა, რომ მთავარი მოთხოვნა მხოლოდ საკმარისი კრედიტების მოპოვებაა. სტუდენტს მოეთხოვება საგნებში მინიმალური 51%-იანი ბარიერის გადალახვა ქულების მიუხედავად. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მოდელი სწავლის შედეგებზეა დაფუძნებული. მინისტრის განცხადებით, მობილობის შემთხვევაში სტუდენტს დაფინანსება გადაყვება, თუმცა კერძო უნივერსიტეტში გადასვლისას სახელმწიფო გრანტი გაუქმდება. გასული 2 დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და კონკრეტული ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას. ამ მოდელის თანახმად პირველი 2 სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. ანუ სტუდენტს და მის ოჯახს არ უწევს არაფრის გადახდა სწავლაში, მაგრამ პირველი 2 სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. და შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ კი სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის წილობრივ დაფინანსებაში, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს. ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრებადობა იმისთვის, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. Black-Sea პეტროლიუმი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმას აქტიურად ახორციელებს. კომპანიამ ყულების ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ყაზახური წარმოშობის ნედლეულის მიღება და გადამუშავება უკვე ივლისში დაიწყო, რასაც აგვისტოშიც გააგრძელებს. საინფორმაციო ბრიფინგზე ევროკომისიამ დაადასტურა, რომ კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაციაშია და გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხმედრაშია დადგენილ მიზნებთან. ხელშეკრულების ფარგლებში ყულების ქარხანა აგვისტოს ბოლოს ლიბიურ ნედლ ნავთობსაც მიიღებს. კომპანია კონსტრუქციულად თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, წარადგენს პროგრესის მკაფიო მტკიცებულებებს და აძლიერებს შიდა კონტროლს. უწყების განმარტებით აღნიშნული ზომები უზრუნველყოფს სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელ გადასვლას, ქარხნის სტაბილურ მუშაობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. შეპესე Black-Sea პეტროლიუმი ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. 2026 წლის 1 ივლისს Black-Sea პეტროლიუმმა განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულების ნავთობ გადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს. 2026 წლის 3 ივლისს Black-Sea პეტროლიუმსა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ყულების ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას. 2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს ბრიფინგზე ევროკომისიამ განაცხადა, რომ Black-Sea პეტროლიუმი მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი.
ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხმედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან. Plexi პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს. კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი, მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში. აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა უწყებაში განხორციელებული რეფორმებსა და საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევების გამოვლენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ორთვიანი შედეგები შეაჯამეს. აღნიშნა, რომ 2 თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობის წამხალისებელი ქმედებების აღკვეთა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნასტომ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი არაღით ნაცნობს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიემალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელკვალზე დააკავა. დანაშაულის 7 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ნიუთმტკიცება დამღებულია 79 აბი სუბოტექსი და 12 აბი MDMA. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისში ქურდულ სამყაროს წევრობისთვის ზებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გარჩევაში, იღებდა გადაწყვეტილებებს ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციებით და მხარებს თანხის გადახდას აკისრებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ასეთი გარჩევის შედეგად იგი ბიზნეს საქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხის მიღებას და მის საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან განაწილებას გეგმავდა. დაკავებულის მიმართ ძებნა მიმდინარე წლის 15 აპრილიდან იყო გამოცხადებული. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში პენსიონერებისგან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული თავს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა კომუნალური შეღავათების საბაბით მოხუცების პირად მონაცემებს ეუფლებოდა, მოგვიანებით კი მათ ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა. ანგარიშების დაბლოკვის საფრთხის მოტივით ის პენსიონერებს ნაღდი ფულის შუამავლისთვის გადაცემას სთავაზობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეების კუთვნილ თითქმის 49,000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების დააკავა. საქმეზე გამოძიება თაღრითობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარალელურად სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენა გრძელდება. პოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭიტანავამ მოსახლეობის განვითარების ხედვა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტები გააცნო. სტრატეგია, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს ეფუძნება, პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდა. პროცესს კი რეგიონული განვითარების სამინისტრო უწევს კოორდინაციას. დოკუმენტის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. სწორედ ჩვენი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე დგება ეს სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, რომ პოლნისი მიიღებს იმ განვითარებას, რომელიც ესე აუცილებელი და საჭირო არის თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩაერთო მთლიანად ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და განხილვისას
გავითვალისწინეთ ყველა ის პროექტები, რომელიც შემდგომში და ამ 12 წელში უნდა განმოვითაროთ. ძალიან მომეწონა ის, რომ რეაბილიტირდება არაერთი სკოლა, აშენდება არაერთი ბაღი და ყველა სოფელს ექნება განათლების ხელმისაწვდომობა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჯარის ბანაკის მეშვიდე როტაცია დასრულდა. დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ, რომლებმაც მოსწავლეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ერთი კვირის განმავლობაში ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხობულეთისა და თბილისის სკოლები მოსწავლეებმა სამხედრო მომზადება, ტოპოგრაფია და საფრენი აპარატების მართვა შეისწავლეს. თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს, მიზნად უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. ურჩევ ჩემტოლ ბავშვებს, ბიჭებს, გოგონებს, რომ წამოვიდნენ, იმიტომ რომ მაინც კარგი გამოცდილება არის და კარგი ემოციები წავალთ აქედან. ყველაზე მეტად დამახსოვრდა სერჟანტების მეგობრული ხასიათები და ქცევები ჩვენს მიმართ. ასევე ძალიან მომეწონა თითოეული აქტივობა. ჯარის ბანაკში ყველაზე მეტად საინტერესო არის პირველად ის სამედიცინო გადაუდებელი დახმარების კურსებს, გადიხარ სპორტულ აქტივობებს და ეჩვევი იმ ცხოვრების სტილს, რაც აუცილებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ძალიან ბევრი წყდება გული, რომ დღეს თავდება ეს ყველაფერი. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან აღრმავებს პატრიოტულ სულისკვეთებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე ინფორმაციას აწვდის თავდაცვის ძალების შესახებ. ესპანეთის ქალაქ სეუტაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური მიგრაციული კრიზისია. აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში 50,000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი ჩავიდა, რის გამოც ესპანეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების დასაცავად სამხედრო ძალები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით 48,000-ზე მეტი მიგრანტი უკვე დააბრუნეს მაროკოში, ხოლო საზღვრის კვეთის მცდელობაში 57 ადამიანი დაიღუპა. შექმნილი ვითარების გამო იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლა უკვე შეაჩერა. ევროპის რამდენიმე ქვეყანა კი მადრიდისთვის შენგენის ზონის წევრობის დროებით შეჩერებას ითხოვს. ესპანეთში შექმნილ მიგრაციულ კრიზისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ესპანეთის მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი შუალედური არჩევნების მთავარ თემად აქციოს. ამერიკის პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიგრაციული პოლიტიკაც გააკრიტიკა და მას საგარეო ასპარეზზე გადადგმული ყველაზე ცუდი ნაბიჯი უწოდა. უყურე იმ კატასტროფას, რომელიც ესპანეთში მოხდა. ეს ასობით ათასი ადამიანის მხრიდან ქვეყნის ინვაზიას ჰგავს. იგივე დაგვემართება ჩვენც, თუ რესპუბლიკელები არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ოღონდ უფრო მძიმედ. ბევრად უფრო მარტივად შემოაღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ათასობით მილის სიგრძის კედელი ავაშენეთ. მათ ეს არ ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი. ხელისუფლებაში თუ აღარ ვიქნებით, ჩვენს ქვეყანას ისეთი მასშტაბით შემოესევიან, რომ ესპანეთი წვრილმანად მოგოჩვენება. როცა უყურებ რა მოხდა ესპანეთში, მათ არ იციან რა გააკეთონ. ეს უბრალოდ ქვეყნის ინვაზიაა და ეს არის სუსტი კანონმდებლობა, ცუდი მართვა, ძალიან ლიბერალური კანონი. რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მურიგი მასშტაბური იერიში მიიტანეს, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. დაშავებულების შორის არის 4 ბავშვი. ამ შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსების თავდასხმის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქის 5 რაიონში ხანძარი გაჩნდა და შენობები ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სოლომენისკის რაიონში 5 სართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დარნიცკის რაიონში კი ხანძარი ადმინისტრაციულ შენობასა და ავტომობილებს გაუჩნდა. ამერიკული გამოცემაზე Wall Street ჟურნალი წერს, რომ თეირანის კაპიტულაციის მიზნით პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი მასშტაბური ერიშის ბრძანება გასცა. თეთრი სახლის ლიდერის ვარაუდით, ძლიერი სამხედრო დარტყმები რეჟიმს ძალას საბოლოოდ დააკარგვინებს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს. ამერიკის ოფიციალური პირების ცნობით, საჰაერო თავდასხმა შესაძლოა ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ეს ბოლო ინფორმაცია იყო. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.